პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან მოდის დელეგაცია და მასში თუნდაც არ შედიოდნენ თვითონ კონგრესმენები და კონგრესმენები, ხო, ეს უნდა კარგად ესმოდეს საზოგადოებასაც, რომ არიან ადმინისტრაციის ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაზე მათ შორის, ისინი ამ ვიზიტის შედეგად ბუნებრივია ისეთ კომუნიკაციას დაამყარებენ თვითონ კონგრესმენებთან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც შეხვდება მათ და ბუნებრივია მოახსენებს იმ ვითარების შესახებ, რომელიც არის ამ ქვეყანაში. ჩარჩული ბადრი ჯაფარიძესთან კითხვა, რის თქმას აპირებთ და რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯები, რასაც ამერიკელებს ამერიკაში გაატარებთ? ხო, ბუნებრივია ეს საუბარი არის დახურულ კარს მიღმა და ასეთი ტიპის ვიზიტები არ შუქდება ხოლმე შინაარსობრივად დეტალებში, თუმცა არაფერი არ არის აქ განსაკუთრებული საიდუმლოს შემცველი. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ვითარება არის კატასტროფულად დამძიმებული, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჩვენ ვხედავთ, როგორ ღლიცინებენ რაღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაცა ვაშინგტონში ამინდის შესახებ, საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა ლიზა ტორნტონის მოწვევაო, რას ნიშნავდაო და რა უნდა ილაპარაკოსო, მათ არ ესმით. ან არ ვიცი, ცოდნის დონეზე მაინც უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსებობს არა მხოლოდ განსხვავებული აზრი, არამედ ძალიან მწვავე კონკურენციაც ერთი პარტიის შიგნითაც კი იმ ორპარტიულ სისტემაში. ახლა ქართული ოცნებისთვის ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან მონურ მორჩილებას, ისინი პოლიტიკოსებიც არ არიან. მე ვერ დავარქმევ ქართული ოცნების პოლიტიკურ მოლაპარაკე თავებს პოლიტიკოსებს. მათ აქვთ რაღაც ერთიანი გზავნილი, რომელიც მოდის როგორც ბრძანება და იმპერატიულად უნდა შეასრულონ. ვინც ამას არ შეასრულებს და იმისი შნოც არა აქვს, ხო, ნახეთ ცოტა ხნის წინ ბატონი ბერაია როგორ წარდგა საბაშოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ხო, ეს არის მათი სტანდარტი. ამ შემთხვევაში მათ არავინ არ მისცეს იმ დროსაც, რომელსაც ახლა ახალ გამოჩეკილ სპიკერებსაც აძლევენ ხოლმე. აუცილებლად მინდა შევეხო, თქვენ ახსენეთ ის რეალობა, რომ ჯეიდი ვენსი ჩამოდის ჩვენს რეგიონში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად სამხრეთ კავკასიისათვის იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც მოხდა ჩვენს რეგიონში, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო თითქოს არ უჩანდა, რომელიც დასრულებაც და შერიგება ამ ორი სახელმწიფოსი პრაქტიკულად წარმოუდგენელად ჩანდა რამდენიმე წლის წინაც, ხო 2020 წელს იყო ბოლოს ის ომი, ხო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მანამდე არსებულ კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ ამ ქვეყნებმა მათ და სასიხარულოდ ჩვენმა მეზობელმა და ჩვენმა მოძმე სახელმწიფოებმა იპოვნეს ის გამოსავალი, რომელიც ყველაზე კარგად მოემსახურება მათი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. გიორგი, რადგან ამ თემას შეეხეთ, კითხვასაც დაგისვავთ, აი რას ცვლის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი ზოგადადაც და უშუალოდ საქართველოსთანაც რომ მივიდეთ, ანუ საქართველოს კონტექსტშიც რომ ვისაუბროთ, რას ცვლის აი ეს ტრამპის, ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტი ჩვენი ქვეყნისთვის, რა როლი და ფუნქცია რჩება საქართველოს, როცა საქმე ეხება ტრამპის მარშრუტს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანზე უნდა გავითეს. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და სამწუხაროდ საქართველოსთვის არ არის დიდად იმედის მომცემი, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს რაღაც გამორჩეული, წიაღისეული, ნედლეული, რომლითაც დაიმკვიდრებდა ის ადგილს მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე და ბუნებრივია ეს პოლიტიკურ ინტერესებსაც მოემსახურებოდა. ერთადერთი მთავარი უპირატესობა ჰქონდა, ხო, თავისი ადგილმდებარეობა და ის
სატრანზიტო ფუნქცია, რომლითაც იღებდა ეკონომიკურ სარგებელს მათ შორის, ხო? თავის დროზე 90-იან წლებში ჩაყრილი საფუძვლები, ბაქო ჯეიჰანის იქნებოდა ეს თუ ბაქო სუფსის დიდი მნიშვნელოვანი პროექტები. საქართველოს იყო რეგიონში სატრანზიტო ხაზი და ვნახეთ სატრანზიტო ჰაბი ეგრეთ წოდებული. ვნახეთ დავოსის ფორუმზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, ის ტვირთები, სატრანზიტო ტვირთები, რომელიც ადრე საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა, გაივლის ახლა სომხეთის ტერიტორიაზე, მათი ყოფილი მოსისხლე მტრის ტერიტორიაზე და ეს ნიშნავს საქართველოსთვის იმას, რომ აი ამ ფუნქციას, მთავარ უპირატესობას რეგიონში ის დაკარგავს. ერთი მხრივ ეს განცხადება, რომელიც ეხება სამომავლო პერსპექტივას და საქართველოსთვის ეს პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და ძალიან მოკლედ მე აღნიშნავ სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაიდო შეთანხმება და ის დერეფანი, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიას აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან, ვინაიდან საერთო სახმელეთო საზღვარი არ არის. აი ამ დერეფნის გახსნა სომხეთისთვის მოიტანს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, არამედ აგრეთვე სუვერენიტეტის გარანტიებს ამერიკის მხრიდან. ამის პერსპექტივა ჰქონდა საქართველოს და დღეს გვაქვს ერთადერთი შანსი არ არის ეს არის ერთადერთი რეალობა და მოსალოდნელი შედეგი, რომ გავხდეთ ბუფერული ზონა ნატოსა და რუსეთს შორის. ბატონო გიორგი, სხვა თემებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, ვიდრე დაგემშვიდობებით და მოდით ახლა ცოტა დრო ხელისუფლებაში კორუფციაზე. იცით, რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნების სია ჩამონათვალი გაიზარდა, ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურს შემატა, თუმცა პროკურატურამ დავუთხრათ ესეც მაყურებლებს, ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაო მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შესაბამისად ის 500,000 ლარი, yani 9 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ სავარაუდოდ მალევე დატოვებს საპატიმროს. აი მოდით უშუალოდ პროკურატურის მიდგომის შეფასებით დავიწყოთ, რაც პროკურატურას აქვს ღუდუშაურის მიმართ. ბრალდება საკმაოდ სერიოზულია, თუმცა სხვა პატიმრებისგან განსხვავებით საგამოძიებო უწყებას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის შემთხვევაში არ მოუთხოვია, რომ მან წინასწარი პატიმრობა ციხეში გაატაროს. რატომ, როგორ ფიქრობთ და რითი შეიძლება ეს აიხსნას? პროკურატურას არანაირი მიდგომები არ გააჩნია. პროკურატურა არის ისევე როგორც სასამართლო აღმასრულებელი კონკრეტული ნების, რომელიც მომდინარეობს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან, მით უმეტეს ესეთი მასშტაბის და კალიბრის საქმეებში, გვახსოვს ის შერჩევითი მიდგომები, ფორმალური სამართალიც კი შერჩევითი აქვს, ხო? ღარიბაშვილთან მიმართებაში როგორ იყო, ლილუაშვილთან მიმართებაში როგორ იყო, ჯერ წინასწარი ღონისძიებების გამოყენების დროს, შემდეგ უკვე როდესაც ღარიბაშვილს მიესაჯა და მსჯავრდებული გახდა, საერთოდ ჰაერში არის გამოკიდებული, შეგახსენებთ 600 მილიონიანი საქმე, იქ სავალუტო ჯიხურში თურმე რო გადიოდა ამხელა თანხა, სხვა შემადგენელი რგოლები ამ კორუფციული ჯაჭვის სად არის საზოგადოებისთვის უცნობია, ანუ ღარიბაშვილი თუ იყო დამნაშავე, მაშინ ღარიბაშვილი ვისი მეშვეობითაც ათეთრებდა ფულს ამ კორუფციულ სქემაში იყო ჩართული, ეს საერთოდ არ არის ხო ზედაპირზე საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, რომ აქ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან თუ ვინ როგორ ითანამშრომლებს, ვინ როგორ გაწირავს თავის ყოფილ თანამშრომლებს და დაეხმარება სხვების მიმართ შურისძიების განხორციელებაში. შეეხეთ პროკურატურა ამბობს სხვათა შორის უშუალოდ ღუდუშაურის შემთხვევას გულისხმობ და ღუდუშაურის საქმეს გულისხმობ, რომ ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ანუ ეს განცხადება ამბობთ იმას, რომ აჩენს კითხვას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ხომ არ აქვს ჩვენება, მაგრამ ხომ არ მისცა სხვების წინააღმდეგ ჩვენება? თავად ყოფილი მაღალჩინოსანი, მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრება გამოშვების პრაქტიკა რას გეუბნებათ? ესეც ზუსტად ამ სცენარიდან არის და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს. ახლა ვიცით, რომეო მიქაუტაძის შემთხვევა, რომელიც ასევე თანამშრომლობდა, აქ ყველაფერი არის ალბათ ხარისხზე და ღირებულებაზე ქართული ოცნების ინტერესებისთვის. აქ არც
სამართლიანობის აღდგენაზე არის საქმე, არც სამართლის აღსრულებაზე და მით უმეტეს არც კორუფციასთან ბრძოლაზე. განა იმიტომ, რომ ეს ადამიანები კორუფციაში არ არიან გასურილები, არიან ბუნებრივია, მაგრამ ქართული ოცნება თვითონ თავისი არსით არის კორუფციული. მან დაამკვიდრა ამ ქვეყანაში კორუფცია, ეს კორუფცია გრძელდება. ტენდერები იქნება თბილისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტო იქნება, ეკონომიკის სამინისტრო, სუსი როგორც აღმოჩნდა, ხო, ეს ყველაფერი კოლ-ცენტრები, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სქემის შემადგენელი ნაწილი, ვინც რაღაცას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის მხედველობის არეალიდან ცოტა მოშორებით. ის ადამიანები ბუნებრივია შეიძლება გაიწირონ, თუმცა არავის არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცოდა, ისევე როგორც იყო ეს ცნობილი წარმოდგენა საბჭოთა წითელი ტერორის დროს, რომ აი სტალინმა არ იცოდა, ვის ხრეტდნენ და მილიონობით ადამიანები მიდიოდა გულაგებში. ძალიან ლოგიკურ კითხვას სვამენ ოპოზიციურ სპექტრში. რატომ იწყება ბრძოლა კორუფციასთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული მაღალჩინოსნები ტოვებენ თანამდებობას? ახლა ხშირად გვიწევს ამ კითხვის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რატომ ახლა, როგორ ფიქრობთ, როცა წლებია საუბარია ხელისუფლებაში სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებზე და როცა ამაზე მართლაც დიდი ხანია საუბრობენ როგორც ოპოზიციაში, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. თქვენივე კითხვის ფორმულირებიდან შეიძლება რომ გამოვიყვანოთ ჩვენ პასუხი, სინამდვილეში არანაირი შემხებლობა კორუფციასთან ამ ვითომ გამოცხადებულ ბრძოლას არ აქვს იმ ფაქტთან, რომ დიდი ხანია ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი საუბრობს ამ კორუფციაზე. ახლა კი არ მიაქციეს ამას ყურადღება, რა თქმა უნდა, მათ არათუ თავად იცოდნენ, იყვნენ თვითონ შემოქმედები ამ კორუფციის, იყვნენ თვითონ გასურილები ამ კორუფციაში. უბრალოდ ახლა დადგა დრო, რომ შიდა კლანური დაპირისპირებები გაუსწორონ ანგარიში ცალკეულ პირებს, ქართული ოცნების შიგნით არის ძალიან დიდი ბრძოლა, რატომ და როგორ ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ თვითონ მოახდინა ქართულმა ოცნებამ ლუსტრაცია და არ ვიცი, ალბათ არიან ესეთი მიამიტი მოქალაქეებიც ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც სჯერათ უსიტყვოდ ყველაფრის ისევე, როგორც ალბათ თავის დროზე 30-იან 40-იან წლებში სჯეროდათ საბჭოთა მოქალაქეებს, რომ სტალინმა არაფერი იცოდა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ყველაზე გავლენიანი პირი სუსის უფროსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვები თურმე ყოფილან გუნდის მოღალატეები, სამშობლოს მოღალატეები, კორუფციულ დანაშაულებში ბრალდებულები, მაშინ გამოდის, რომ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე იყო ძალიან დიდი ტყუილი, ის ხუხულა, რომელიც ახლა იშლება ქართული ოცნებისვე ხელით. მაგრამ ძალიან მალე დადგება ბუნებრივია ამ ქვეყანაში დრო რეჟიმის ცვლილების შემდეგ, როდესაც ყველა მართლა გასამართლდება კორუფციის გამო და არა მხოლოდ ამის გამო სამართლიანი სასამართლოს მიერ. ერთი რაც შეიძლება ასე ვთქვათ, პოზიტიური დავინახოთ ამ საქმეში არის ის, რომ ქართული ოცნების რიგებში მოსვენების საშუალება აწი აღარავის ექნება. ყველამ უნდა იცოდეს და იციან კიდეც, რომ კომფორტის ზონა მათთვის არის დამთავრებული. არ აქვს მნიშვნელობა ახლა პარლამენტის სკამში არიან მოკადალათებულები თუ რომელიმე სხვა პოზიციაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ იციან, რომ ნებისმიერ დროს ყველაფერი მათი ზღაპარი შეიძლება დასრულდეს. ბატონო გიორგი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე ბოლოს დებატების რეჟიმში დაბრუნების თაობაზე ქართული ოცნების პოზიციაზე, აი ნელ-ნელა უკვე ცხადი და მკაფიო ხდება, ვისთან წარმოუდგენია სახელმწიფო პარტიას აი ამ რაღაცა დისკუსიის გაშლა. აი დღეს ღიად თქვა შალვა პაპუაშვილმა და ალბათ მოусმინეთ მის განცხადებას, რომ დებატებში დასხდებიან მხოლოდ მათთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს, ანუ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას. მოკლედ, რა პასუხს დაუბრუნებდით შალვა პაპუაშვილს, იმიტომ რომ ახლა ოცნების კრიტერიუმებს შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია ვერ აკმაყოფილებთ. ხომ არ ვცდები, აღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს, ხომ არ შეცვლილა ლელოს აქამდე არსებული პოზიცია. ძალიან დიდი ბოდიში მე მინდა ახლა საზოგადოების გასაგონად თქვა. ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ეს არათუ ერთი და იგივე რამ არის, არამედ ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია.
რა თქმა უნდა ჩვენ ვაღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომელიც გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიტაცა არჩევნები 2024 წელს, მიიტაცა ძალაუფლება, შეკრიბა ეს თავყრილობა მე-11 მოწვევის პარლამენტს, რომ ეძახის კონსტიტუციის ვადების დარღვევით, პრეზიდენტის მოწვევის აქტის დარღვევით, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, ის ყველა ინსტანცია და პროცედურული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგვით, პრაქტიკულად თავზე დაგვახიეს. გავიდნენ ყველა საერთოდ კონსტიტუციური წყობილება იმდენად გამოიყვანეს წყობრიდან, რომ იმდენად დარღვეულია, რომ იმისი დაბრუნება და უკუქცევაც კი შეუძლებელი არის. და ჩვენ გვდებენ ბრალს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებთ. ჩვენ პირიქით ვართ ის ზალა, საუბრობ ძლიერ საქართველოს ლელოზე, რომელიც აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარებს ყველა ბრძოლის მეთოდს კონსტიტუციით ბოძებულს მიუხედავად იმისა, რომ ვართ ავტორიტარიზმში. მაგრამ ის რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ძალაუფლება, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და ამის შესახებ გვაქვს სრულიად ლეგიტიმური და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ. ქართული ოცნება ეხლა ამას რომ კრიტერიუმად აყენებს, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი პროპაგანდისტული და პოპულისტური ხრიკი. ეხლა მოდი ვთქვათ, შევადაროთ ეს ნიშნავს რა? საბოლოო ჯამში რა ტიპის დებატები შეიძლება აი მაგალითად ასაც ეთქვა, სადამ ჰუსეინს რომ ეთქვა, რომ აი ვინც მე არ მაგიარებს, მადუროს რომ ეთქვა, ვინც მე არ მაგიარებს, არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს. იგივე იქნებოდა, რაც არის ქართული ოცნების შემთხვევაში. ეხლა ამ კრიტერიუმით რომ აპირებენ ეხლა ოპონენტების შერჩევას ძალიან დიდი ბოდიში რა. სოზარ სუბარი თუ უნდა დავჯდეთ და გურამ მაჭარაშვილი, არ ვიცი რამდენად სასაცილო იქნება, სატირალია ისედაც. თვითონ განდევნეს საჯარო სივრციდან დებატები და დისკუსია, წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვითხოვდით, ლელობს სხვათაშორის 2020 წელს საკანონმდებლო ინიციატივაც კი დაარეგისტრირა სავალდებულო დებატების შესახებ. ყოველთვის გაგვირბოდნენ და ახლა თუ უნდათ რომ ესაუბრო, რა ვიცი, ნეიტრალურ საქართველოს და ხალხის ძალას, რომელიც თვითონვე თავისი წიაღში შექმნეს, მერე დაატოვებინეს თავისი რიგები, რომ 2024 წელს პარტიულ სიაში ჩაესვათ, დაიყვანეს პარლამენტში, ისევ დაატოვებინეს ქართული ოცნება. ასეთ სასაცილო პინგ-პონგს რომ აკადრებენ თავისივე ამორჩეველს, ეს არის უბედურება. და თუ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ირწმუნებს, ეს არის უბედურება, სწორედ. და რაც შეეხება დებატებს, ბუნებრივია, შინაარსობრივ საკითხებზე, რაც არის, ხო, პოლიტპატიმრების არსებობა, საგარეო კურსის ცვლილება, მიტაცებული არჩევნები, ქიმიური მოწამვლის საქმე, არაბული ინვესტიციები, არტიების აკრძალვა, რუსული კანონები, ამ თემაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვინც არ უნდა გამოაგზავნონ ქართული ოცნებიდან, ხო? თავმოყარე ოპოზიციონერი, ბუნებრივია, გაანადგურებს დებატებში. მაგრამ მათი სურვილი ეს არ არის.